როგორც იცით, რაღაცნაირად დონალდ ტრამპი რიტორიკიდან ხისტი რიტორიკიდან მოქმედებაზე გადავიდა პოლიტიკომ წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გარემოცვის მაღალჩინოსნება მოლაპარაკებები უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან იულია ტიმოშენკოსთან და ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტიის წევრებთან გამართეს, რა შედეგზე შესაძლოა გავიდეს დონალდ ტრამპი აი ამ თქვათ მანევრით, თქვენი შეფასება როგორი იქნება? მოგესალმებით. მოგესალმებით პირველ რიგში, მევესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ჩვენ არ ვიცით რამდენად ზუსტია პოლიტიკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და რამდენად სანდოა ის. თუმცა თუ დავაკვირდებით მოვალეთა განვითარების სცენარებს და იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლებს აქამდეც დაუფიქსირებიათ, აქამდეც დაუსვამთ საკითხი ისე, რომ ზელენსკი უნდა წავიდეს, მაგალითად ლინც სიგრემს, რომელიც ძალიან კარგი მეგობარია უკრაინის, ყოველ შემთხვევაში აქამდე ასე პოზიციონირებდა. შეიძლება მასში სიმართლეს მარცვალე იყოს, რამდენად უნდა წავიდეს პრეზიდენტი ზელენსკი, ეს არის პირადად უკრაინის მოსახლეობის და უკრაინის პოლიტიკოსების გადასაწყვეტი, უკრაინაში განვითარებული პოლიტიკური პროცესების, იგივე პეტრო პოროშენკომ ღიად დაადასტურა მხარდაჭერა ზელენსკის მიმართ და მათ შორის ოვალურ კაბინეტში მოხდარი დაპირისპირების შემდეგაც მან თქვა, რომ მარაპირებს ზელენსკის გაკრიტიკებას. დიახ, იმიტომ რომ ახლა უკრაინაში არ არის შიდა პოლიტიკური გარჩევების დრო. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამის მიზანი იყოს ზელენსკის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. სავარაუდოდ ეს ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ, რომ როგორმე ის დაითანხმონ შეთანხმებაზე, რომ ცეცხლი შეწყდეს უკრაინაში. არ ვიცი რატომღაც ამ ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ უკრაინაზე ზეწოლის ამერიკას აძლევს, ეს მხოლოდ ტაქტიკის ნაწილია, ასე ფიქრობთ? მაღალი ალბათობით ეს ასეა. ზუსტად რა როგორ არის პროგნოზები ძალიან რთული გასაკეთებელია განსაკუთრებით ტრამპის შემთხვევაში. კი ბატონო, რაც შეეხება თავად ტრამპის პოზიციონირებას და იგივე სამხედრო დახმარების შეწყვეტასთან დაკავშირებით, თქვენ უშვებთ თუ არა იმას, რომ ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბოს ორ ქვეყანას შორის? ჩვენ ვხედავთ ზელენსკის თქვათ მოზომილ განცხადებებს, მათ შორის ოვალურ კაბინეტში მოხდარი სკანდალისა და დაპირისპირების შემდეგ სრულად შესაძლოა შეუჩერონ უკრაინას დახმარება, აქამდე შესაძლოა პროცესი მივიდეს? ძირითად დახმარებას, რასაც უკრაინა იღებდა, უკვე შეჩერებულია, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია სადაზვრო ინფორმაცია ბრძოლის წარმოებისას, იქნება ეს თავდაცვა თუ შეტევის განხორციელება რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე. ამ მიმართულებით შეერთებულმა შტატებმა მგონი მაქსიმალური ზეწოლის წერტილს მიაღწია უკვე. არ ვიცი ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს, ალბათ პუტინს თუ დაეხმარება პირდაპირ. ძირითადად ეს არის ტაქტიკის ნაწილი, რომ მეტი ზეწოლა განახორციელონ ზელენსკიზე და უკრაინის მხარეზე. არ ვიცი რატომღაც გადაწყვეტეს, რომ ძირითადად უკრაინაზეა ზეწოლა მოსახდენ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს არა და ეს სწორი, უბრალოდ მომგებიანი შედეგი ამ ყველაფრიდან უკრაინისთვის რა შეიძლება იყოს? ჩვენ ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში აი ამ ზეწოლის პარალელურად მიდის ასევე მუშაობა სიტუაციის განმხტვასთან და გაუმჯობესებასთან დაკავშირებითაც. იგივე ევროპელი ლიდერების მიერ ლონდონში გაიმართა სამიტი, სადაც ბრიტანულმა დიპლომატიამ საკმაოდ კარგად იმუშავა და ბოლოს ზელენსკიც და მაკრონიც და სტამერიც ეუბნებოდნენ უკვე ზელენსკის, რომ როგორღაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეს ურთიერთობები გარკვეულწილად უნდა გადაიტვირთოს, იმიტომ რომ შეერთებული შტატების გარეშე ძალიან გაუჭირდება უკრაინას, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა მას ბოლომდე მხარს უჭერს, ევროპა არ არის ისეთი ერთიანი, ის რამდენიმე დიდი სახელმწიფოებისგან შედგება, შეერთებული შტატები ერთი სახელმწიფოა, უფრო მოქნილია თავის გადაწყვეტილებებში, უფრო მარტივად შეუძლია გადაწყვეტილებების მიღება, უფრო მეტი რესურსები აქვს, უფრო ძლიერი სამხედრო ინდუსტრია აქვს, უფრო მეტი საშუალებები აქვს სადაზვერო ინფორმაციის მოპოვების, მისი უკრაინისთვის გაზიარების და ამ შემდეგ. მოკლედ, ბოლო პერიოდში რასაც ვაკურდებით, არის ის, რომ გარკვეულად დათმობისკენ მიდის ურთიერთობები უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის და ეს კარგია, მათ შორის მოლაპარაკებებიც გაიმართა ორ მხარეს შორის უკვე არა პრეზიდენტების დონეზე, მაგრამ გარკვეულწილად მიდის ურთიერთობები გადატვირთვისკენ, ასე ვიტყოდი. და მაქსიმუმ შეგვიძლია დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. თქვენ ახსენეთ, იგივე ბრიტანეთი, ევროპაც ახსენეთ და ჩვენ ვნახეთ ემანუელ მაკრონის ვრცელი მიმართვა გუშინ მოსახლეობისადმი. როგორი შეიძლება იყოს ამ პროცესში ევროპის ჩარევა? რაღაცნაირად ხომ არ ხედავთ ისე განვითარდეს პროცესები, რომ სრულად დისტანცირდეს ევროპა ამერიკისგან და რაღაცნაირად უკვე ახალი, ვთქვათ, უსაფრთხოების ქოლგის შესახებ დაიწყოს საუბარი. პრინციპში ამის შესახებ უკვე დისკუსია ღიად მიმდინარეობს, მაგრამ მაინც. რასაც ახლა ვაკურდებით, ზუსტად ეს პროცესია ევროპაში შობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება ევროპისგან გავიდეს და რუსეთის შეკავება მთლიანად ევროპას დაუტოვოს, გადააბაროს
გაუხლაროს ეს როლი, ასე ვთქვათ. ეს არ არის ახალი დაწყებული პროცესი, სხვათა შორის პრეზიდენტ ობამას დროს დაიწყო ეს, როდესაც ძირითადი აქცენტი ამერიკის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადიოდა ჩინეთის შეკავებისკენ. ეს მან ევროპიდან თანდათან დაიწყო გადანაცვლება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ. ტრამპი ამას აკეთებს გაცილებით უფრო ხისტად და გაცილებით უფრო სწრაფად, რაც იდეაში ევროპისთვის კარგი არ არის, იმიტომ რომ მას გარკვეული დრო სჭირდება იმისთვის, რომ შეერთებული შტატებისგან ეს როლი, ასე ვთქვათ, გადაიბაროს. განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიის უკრაინაში მიმდინარე აგრესიის ფონზე, სადაც რუსეთი თუ მოახერხებს და საკუთარ სტრატეგიულ მიზნებს მიაღწევს, ეს პირდაპირ დაემუქრება უკვე დასავლეთ ევროპის უსაფრთხოებას. მათ შორის მეზობლად არის დიდი პოლონეთი, არის ბალტიისპირეთი და ამავდროულად თუ ამერიკის შეერთებული შტატები ღიად იტყვის უარს ნატოში მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ან რუსეთს თუ გაუჩნდება იმის ფიქრის საფუძველი, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება თავისი ევროპელი მოკავშირეები არ დაიცვას, ან დაიცვას არასაკმარისად, ეს შეიძლება მისთვის იყოს სიგნალი ან ერთგვარი ცდუნება, რომ შემდეგ სამიზნე დაერჩიოს თუნდაც ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოები, თუნდაც ამ მხრივ ყველაზე მოწყვლადები არიან ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, რომლებიც ცალკე აღებული ნებისმიერ მათგანი საქართველოზე პატარა სახელმწიფოა. აი რა გიღავს საუბრობთ დაშორებაზე ევროპისა და ამერიკის, აი მე მაინტერესებს რა ჩანაცვლება დროში რამდენად მოხერხდება დახმარების იგივე უკრაინის მიმართ ევროპის მხრიდან, თუ კი ასე გაგრძელდება. ჩემი აზრით საკითხს უნდა შევხედოთ ასე, აქვს თუ არა ევროპას იმის რესურსი, რომ უკრაინას დაეხმაროს ამერიკის შეერთებული შტატების განზე გადგომის პირობებში. ფინანსური რესურსი ევროპას ამის აქვს. აქვს თუ არა პოლიტიკური ნება იმისა, რომ ეს დახმარება შედგეს. ამ მიმართულებით ხედავთ გარკვეულ სახელმწიფოებს, რომლებიც ღიად აცხადებენ, რომ ამის პოლიტიკური ნება აქვთ, თუმცა არსებობენ სახელმწიფოები, რომლებიც ყოფმანობენ და არსებობენ სახელმწიფოები. ვიქტორ ორბანის კონკრეტს, რომელიც ვერ ვიტყოდი, რომ ყოფმანობს, ეს ღიად ამბობს, რომ ომი უნდა გაჩერდეს. ყოფმანობენ ისეთი სახელმწიფოები, რომლებსაც თუმცა სხვადასხვა ნახეთ ვიქტორ ორბანი, როგორ თავის დროზე, როდესაც მიმდინარეობდა ევროკავშირში ბრიუსელში უკრაინის დახმარების შესაძლებლობა ვაშუქებდით, როგორ უბიძგა ოლაფ შოლცმა კარისკენ მიუთითა ვიქტორ ორბანს, აი ამგვარი პოლიტიკა შესაძლოა თუ არა ვიხილოთ ჩვენ იმ ქვეყნების მიმართ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ვთქვათ, მიმართ, რომლებიც არიან ამგვარ პოზიციაზე, რომელიც არ უჭერენ მხარს უკრაინას. თუ დახმარება უნდა შედგეს ევროკავშირის ფარგლებში, მაშინ ამ შემთხვევაში არის საჭირო ყველა სახელმწიფოს თანხმობა. აი მხოლოდ ორბანი არ არის, იქ არის სლოვაკეთი და ვიქტორ ფიცო, რომელიც სლოვაკეთი ძალიან აქტიური მხარდამჭერი იყო უკრაინის, სანამ ფიცო გახდებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. არსებობს კიდევ სხვა ქვეყნებიც, სადაც მემარჯვენე, ვერ ვიტყოდი, რომ მემარჯვენე ფსევდო-კონსერვატიული, უფრო პრორუსულად განწყობილი ძალები არიან საკმაოდ ძლიერი, მაგალითად, ჩეხეთში უნდა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წელს, იქ თუ მოხერხდა ისე, რომ ორბანის მოკავშირე ძალებმა გაიმარჯვოს, ამან შეიძლება ასევე შეაფერხოს ევროკავშირის ეგეთით ერთიანობა. მოკლედ, პოლიტიკური დისკუსია ხმის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. რამდენად მოხერხებადია ეს არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მეორე კომპონენტი, რომელიც პოლიტიკური ნების პოვნას გულისხმობს, ამ მიმართულებით არის ევროპაში სამუშაო და კარგია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით. მესამე საკითხი არის, რამდენად აქვს ევროპას საკუთარი საბრძოლო სამხედრო მარაგები იმისთვის, რომ უკრაინას დაეხმაროს და რამდენად არის მისი სამხედრო ინდუსტრია იმდენად ძლიერი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გასვლისგან მიღებული ნაკლოვანება შეავსოს. ხო, ამ მიმართულებით არის გარკვეული სირთულეები, მაგალითად ევროკავშირის ევროპის დიდი ქვეყნები, როგორც არის დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, რომლებიც ძირითადი სამხედრო ინდუსტრიის ცენტრები არიან ევროპაში, მათ ხელი მოწერილი აქვს ისეთ ხელშეკრულებებზე, რომელიც გარკვეული ტიპის იარაღის წარმოებას კრძალავს. მაგალითად, ეს ქვეყნები ვერ აწარმოებენ და შეიარაღებაშიც არ აქვთ კასეტური შეიარაღება, რომელიც თავდაცვისათვის არის ძალიან საჭირო. ეს ქვეყნები ვერ აწარმოებენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს, რომელიც თავდაცვისათვის არის საჭირო. ამის მოძიება მათ მოუწევთ ალტერნატიულ ბაზრებზე. თუმცა მე არ მჯერა იმის, რომ შეერთებული შტატები ბოლომდე გავა უკრაინისგან. ხო, შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლების პირების მხრიდანაც იგივე მარკო რუბიოს მხრიდან მოდის ასეთი გარკვეული შერეული სიგნალები და ისინი ამბობენ, რომ თუ ბოლოს და ბოლოს მოლაპარაკების მაგიდასთან დავჯდებით და რუსეთი ამ მაგიდას ააყირავს, მაშინ ჩვენ გავაგზავნებთ უკრაინის მხარდაჭერას. ახლა ჩვენ ერთადერთი რაც უნდა გავტესტოთ არის ის, შესაძლებელია თუ არა მშვიდობის მიღწევა და ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში. და ეს ბოლოს და ბოლოს იყო ტრამპის ფელი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, რომ ის ძალიან მალე დაასრულა
ასრულებდა ომს უკრაინაში. თავიდან ეს იყო ერთი დღე, შემდეგ თვეებზე გადაინაცვლა და შემდეგ მოკლედ ახლა შეერთებული შტატები ამ მომენტისათვის რასაც ცდილობს არის ის, რომ რაღაც დონალდ ტრამპმა საკუთარი სიტყვა შეასრულოს და ომი დაასრულოს რაც შეიძლება მალე. თუმცა რამდენად შესაძლებელია ეს არ ვიცი, იმიტომ რომ ბოლოს ჩვენ კარგად ვიცნობთ რუსეთს ხო საკუთარ თავზე გამოგვცდია რუსეთთან დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. იგივე აფხაზეთის ომის დროს, როდესაც ორივე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აფხაზეთში მოყვა გენოციდი ქართველების წინააღმდეგ. ჩვენსავით კარგად იცნობენ რუსებს უკრაინელებიც და უკრაინული მხარე არ დათმობს, უკრაინული მხარე არ დადებს ისეთ შეთანხმებას, რომელმაც შემდეგ რამდენიმე წლის შემდეგ ხელახალი ომი შეიძლება გამოიწვიოს. შეთანხმება თუ იქნება ისეთი, რომელიც რუსეთისთვის იქნება დროებითი ზავი, რაც მას გადაჯგუფების საშუალებას მისცემს, ამაზე უკრაინა არ დათანხმდება და ამაზე არ დათანხმდება არც ევროპა. თან უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ უკვე 3 წელზე მეტია ომი მიმდინარეობს. ამ 3 წლის განმავლობაში უკრაინა მოახერხა გარკვეულწილად საკუთარი თავდაცვის ინდუსტრიის განვითარება, ევროპაშიც მართალია აქამდე ნელი ტემპებით, თუმცა მაინც მიდიოდა მუშაობა მიმართულებით, რომ ევროპული ინდუსტრია მოქოქილიყო. ჩვენ გვახსოვს ასევე 6 თვიანი პერიოდი, როდესაც 2023-24 წლებში, როდესაც უკრაინაში შეერთებული შტატების დახმარება იყო შეწყვეტილი, ანუ გარკვეულწილად უფრო მეტად ადაპტირებულები არიან უკრაინელები მოვლენათა მსგავსი განვითარებისთვის დღეს. აი ჩვენ პარალელურად ვხედავთ კადრებს ბრიუსელიდან ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა და ასევე ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს და ასევე უკრაინის პრეზიდენტები ხვდებიან ერთმანეთს და ეს არის მორიგი ჟესტი დადასტურება იმისა, რომ ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით და მინდა კითხო სწორედ აი ამ ნაწილში რამდენად გრძნობს ახლა განსაკუთრებით ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი სათანადო მხარდაჭერას ყურადღებას ძალისხმევას ევროკავშირის მხრიდან, რომ ევროპას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეასრულოს ომის დასრულებაში და ასევე დახმარებაში ზელენსკის ხელისუფლების და ასევე უკრაინის მიმართაც. დიახ, ამ ოვალურ კაბინეტში მომხდარი ძალიან უსიამოვნო მომენტის შემდეგ ჩვენ რასაც ვაკვირდებოდით, იყო ის თუ როგორ იღებდნენ ვოლოდიმირ ზელენსკის ევროპის მათ შორის როგორ მიიღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში. ნახეთ კადრები, სადაც მათ პრემიერ-მინისტრი გადაეხვია ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ზელენსკის, რაც საკმაოდ ისეთი დიპლომატიური სიგნალია, ხო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ევროპის მხარდაჭერა და მას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს. და ბოლოს თორსოშეს უკაცრავად გაგაწყვეტინებ გიორგი, რა კი ჩვენ საუბრობდით უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესახებ დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებიდან იგივე რა კი გაახსენეთ თქვენ რობერტ ფიცო სლოვაკეთის ლიდერი, ასევე ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, მათგან ამის შესახებ არ ყოფილა საუბრები, რომ აი უკრაინაში უნდა ჩატარდეს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები და ასე შემდეგ. შესაძლოა უშვებთ თქვენ იმას, რომ ამ მიმართულებით საერთო პოზიცია გქონდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს? სიმართლე გითხრათ, არ მეცა მომისმენია ესეთი განცხადება უნგრეთის და სლოვაკეთის ლიდერებისგან. შეიძლება მათ სადღაც გააკეთეს, ან თავის მედიასთან საუბარში, ან სადმე, მაგრამ მათი მხრიდან ყოფილა ესეთი განცხადებებიც, რომელიც აკრიტიკებდა ვოლოდიმირ ზელენსკის და მის ხელისუფლების არადემოკრატიულ ხასიათს უსვამდა ხაზს. ხო, ამ მიმართულებით არ ვიცი ვიქტორ ორბანის და ფიცოს იმედი რამდენად უნდა გქონდეს ჩვენ ევროკავშირის შიგნით, პირველ რიგში უკრაინელებს. კი ბატონო, და რაც შეეხება საქართველოს ამ პროცესში, სად არის ჩვენი ქვეყანა? საუბრობდით სანქციებზე, ჩინეთის ფაქტორზეც და ასე შემდეგ. ახლა სენატში დარეგისტრირდა ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შედგენას ნუსხის პორტების, რომელიც მსოფლიოს გარშემო მდებარეობს და სად უნდა შემცირდეს ჩინეთის გავლენები. ამ კონტექსტში საინტერესოა ანაკლის პორტის პროექტიც, ხო და იმ კონტექსტში, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს შეუძლია, ქართულ ოცნებას შეუძლია ურთიერთობების დალაგება დონალდ ტრამპთან, ეს რაზე მეტყველებს თქვენი აზრით და აქვს თუ არა სიმშვიდის საფუძველი ამ რეჟიმს? აი ამ ბოლო ნაწილზე მე შემოგებრუნებდით კითხვას. გახსოვთ თქვენ ერთი ისეთი შემთხვევა, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენელი შეხვდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელს, თუნდაც ყველაზე დაბალ ერგოლის წარმომადგენელს. ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. გახსოვთ თქვენ შემთხვევა, რომელიც არის რიგითი მხარდამჭერი უბრალოდ დონალდ ტრამპის და გარეთ ყინვაში უყურებდა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას, შიგნით შესასვლელი ბილეთიც კი ვერ მიიღო. ხო, გახსოვთ შემთხვევა, როდესაც პროსახელისუფლებო მედიამ საქართველოსთან ინტერვიუ ჩაწერა
თუნდაც დაბალი რგოლის წარმომადგენელთან ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა, ხო? 4 თვე გავიდა არჩევნებიდან. 2 თვე გავიდა ლამის ინაუგურაციიდან. არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. ამის ნაცვლად ჩვენ ნახეთ მეორე მხრიდან იგივე ზურაბიშვილი შეხვდა დონალდ ტრამპს, იგივე რესპუბლიკელი კონგრესმენები საქართველოს დემოკრატიული ძალების მხარდაჭერის გამოირჩევიან და ასე შემდეგ. მოკლედ მე არ მაქვს იმის იმედი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ივანიშვილის რეჟიმს აქვს იმის რაიმე რესურსი, რომ დონალდ ტრამპთან რამენაირად დაალაგდეს. მაქსიმუმ მას რისი იმედიც აქვს არის ის, რომ აი ეს უკრაინასთან ფართო მოლაპარაკებების კონტექსტში პუტინი რუსეთის ლიდერი მოითხოვს დონალდ ტრამპისგან, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები, ასე ვთქვათ, შეეშვას და ის აღიაროს რუსეთის გავლენის სფეროთ. და მაინტერესებს, რაზეც პროფესორად შფოთავს ივანიშვილის რეჟიმი, რომ თითქოს აი სანქციები მოიხსნება და ასე შემდეგ. ამ მიმართულებითაც უნდა ველოდოთ თუ არა ჩვენ პოზიციების გაჯერებას, უფრო მკვეთრ ნაბიჯებსაც, მათ შორის ახალი ადმინისტრაციის და სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან როგორ ფიქრობთ? ჯერჯერობით რასაც ვაკვირდებით, ახალ ადმინისტრაციას საქართველოსთვის არ სცალია, რაიმე მნიშვნელოვანი განცხადებები არ ყოფილა, მაგრამ რაც ვნახეთ არის ის, რომ ბოლო სანქციები, რომელიც ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ დაწესდა შეერთებულ შტატებში ხელისუფლების ტრანზიციის პერიოდში, როდესაც ასეთ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის გადის კონსულტაციას უკვე წასასვლელად მზად მყოფი ადმინისტრაციის და უკვე მომსვლელი ადმინისტრაციის გუნდებს შორის. ასე რომ იმის თქმა, რომ პრეზიდენტ ტრამპის გუნდი არ იყო ინფორმირებული იმ სანქციებზე, რომელიც ბოლოს ბაიდენმა დააწესა საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, არის უბრალოდ გულუბრყვილობა ან უბრალოდ ტყუილი, განზრახ გავრცელებული ტყუილი. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. პირდაპირ ეთერში ვუსმენდით გიორგი ხარებავას, ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარს. მადლობა მას სტუმრობისთვის.